ცენტრისკენ შეიწია მარჯვენა მცველმა. მოიგო რამოდენიმე მეტრი, პასი გაუკეთა გელაშვილს, არ არის თამაშგარე მდგომარეობა გელაშვილის დარტყმელი. ერთი გოლი. გოლი რომელსაც ველოდი და გავიდა. ზესტაფონი დაწინაურდა აბსოლუტურად დამსახურებულად და ერთი წლოს იგებენ გიაგე გუჩაძის შეგირდებით. შვენიერი თამაში, რომელიც შემოგთავაზა ალადაშვილმა, შეიწია დაცვის მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში, ძალიან კარგი პასი გაუკეთა გელაშვილს. არ იყო თამაშგარე მდგომარეობა და თავისუფლ ნიკოლოზ გელაშვილმაც დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის ფორვარდია და ძალიან ცივსისხლიანად გაისარჯა იმ ეპიზოდში და გახსნა ანგარიში ამ შეხვედრაში. ახლა გამეორებაზე აი ალადაშვილის ძალიან კარგი თამაში, გადაცემა შეცდა ქოფხაძე შორეულ კუთხეში, აუგრებელი დაუწყა გრაცაის ნიკოლოზ გელაშვილს. დრო ყველაფერი ზუსტად გააკეთა და სწორად ასთავარია გელაშვილმა. გავხსენით ანგარიში 74 წუთზე ზესტაფონის დაწინაურდა. აბსოლუტურად ლოგიკური დამსახურებული გოლი. მეორე გოლი გელაშვილისთვის მიმდინარე ტურნირზე, ასევე 2 გოლი აქვს მის პარტნიორს ჯავადუას. ფრანკო ფოდა. მარიო ჰაასი, რომელიც პროცენტობით, რომელიც გამოსული ქონდა ფორმა, პასის გაკეთება შეიძლება. გელაშვილი და გამოსულია წინ მეკარე. დარტყმა საჭირო. საოცარი მომენტი, რომელიც ვერ გამოიყენა ზესტაფონმა. როგორ ვერ გაიტანა ამ სიტუაციაში ნიკოლოზ გელაშვილმა. გრაცაის პირველი შეცდომა შეხვედრაში და აი ეს მეორე გოლი, რომელიც შენახსენე ძალიან ახლოს ვიყავით ამ მეორე გოლით. საოცარი მომენტი. აი აქ იყო ხა საჭირო სრულმოძრაობა და შემდეგ დარტყმა. კიდევ ერთხელ გამეორებით სარიელ კარში ვერ გაიტანა ნიკოლოზ გელაშვილმა. ჯობდა ალბათ მარცხენა ფეხით ეცადა დარტყმა, ვიდრე მარჯვენა ფეხით ბურთიც ისე ჰქონდა მას ფეხთან, რომ აშკარად მარჯვენა ფეხით დარტყმა არ გამოდიოდა ამ სიტუაციაში. ძალიან სამწუხაროდ საოცარი პასი გელაშვილის დამსახურება ის რომ ძალიან კარგად გაიხსნა. აკიც საოცარი შეცდომა, რომელიც დაუშვა ელიავამ, დარტყმა და 1-1. ერთადერთი შეცდომა დაცვაში არ გვაპატიეს. ელიავამ არა უკაცრავად ონიანმა დაუშვა აქ შეცდომა. ონიანი, რომელიც ცოტა ხნის ტრამვირებული იყო და ეხლა ძალიან დასანანი შეცდომა, რომელიც გამოიყენა პატრიკ ვოლფს. ძალიან სამწუხაროა ესეთი უსამართლო ფაქტი. მთელი მატჩის განმავლობაში ზესტაფონი ფლობდა უპირატესობას, ძალიან რეალური ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამ დროს ბავშვური შეცდომა, რომელსაც უშვებთ